ზელენსკიმ ჯოჯოხეთი გახსნა რუსეთში მას შემდეგ, რაც სასტრაფო ბრძანება რუსული დამცირების გირებდა პუტინის საერთაშორისო ვიტრინის საერთაშორისო ვიტრინაზე. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 4 ივნისს კრემლზე მძიმე სურათი მხოლოდ სანქტ-პეტერბურგის თავზე ამონდგარი კვამლი არ არის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ჩემს არხზე. არამედ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ომის რუსულ ტერიტორიაზე გადატანის სურათი. იმ დროს, როცა ის ემზადება საფრანგეთში დიდი შვიდეულის ლიდერებთან დასაჯდომად, იმ დიპლომატიურ სივრცეში, რომელიც პუტინმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაკარგა, რუსეთი უსაფრთხოებას პირდება, მაგრამ ვეღარ ახერხებს ომის რეჟიმის გულამდე მისვლას აღკვეთოს, რასაც მოსკოვმა ვერ დაიცვა. რატომ მოექცა ზელენსკიმ მსოფლიო ყურადღების ცენტრში? როგორ გადაიქცა ეს სასტრაფო ბრძანება კრემლისთვის სილად? ახლავე ყველაფერს გიამბობ. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. უკვე შეგატყობინე არხზე, რომ თავდასხმა მოხდა 3 ივნისის განთენიისას, სანქტ-პეტერბურგის რეგიონში, როდესაც უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ქალაქის ნავთობის ტერმინალს და სამხედრო ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის საომარ სტრუქტურასთან. ოპერაცია სწორედ მაშინ განხორციელდა, როცა კრემლი ცდილობდა ეკონომიკური ფორუმის გამოყენებას, რათა მსოფლიოსთვის ძლიერი, სტაბილური და ხელშეუხებელი რუსეთის იმიჯი შეეთავაზებინა. კიევის პასუხი გააზრებული იყო. მაშინ როცა ბიზნესმენები, ოფიციალური პირები და მოსკოვის მოკავშირეები ღონისძიებაზე მიდიოდნენ, ქალაქის მახლობლად შავი კვამლი ადიოდა და აჩვენებდა, რომ ფრონტისგან დაშორება უკვე აღარ უზრუნველყოფს სიმშვიდეს პუტინისთვის. სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი შემთხვევით არ აურჩევიათ. ის მნიშვნელოვანი რგოლია საწვავისა და რუსულ ეკონომიკასთან დაკავშირებული პროდუქტების გადაადგილებაში. ამ სტრუქტურის დაზიანებით უკრაინა მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მიღწევას არ ცდილობდა. კიევს სურდა დაერტყა იმ მექანიზმისთვის, რომელიც ომის მანქანას ამუშავებს, რასაც ზელენსკი უკვე დიდი ხანია ასეთ ქმედებებს შორის მოქმედების სანქციებს უწოდებს. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თუ მოსკოვი იყენებს რაკეტებს და დრონებს უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, უკრაინა უპასუხებს ომის მომარაგებელ სტრუქტურებზე რუსეთის შიგნით. იყო ზიანი, იყო კვამლი, იყო კონტროლის ნარატივის შეწყვეტა და იყო უხერხულობა იმ დროს, როცა პუტინი ცდილობდა ეკონომიკური ძალის დემონსტრირებას. რუსეთის საჰაერო თავდაცვას შეუძლია გამოაცხადოს გადამჭერები, მაგრამ ვერ წაშლის იმ სურათს, რომელიც გავრცელდა. პუტინის სიმბოლურ ქალაქში უკრაინული დრონები შევიდა მაშინ, როცა რეჟიმი ეკონომიკური პროპაგანდის შეხვედრას ამზადებდა. კიევში სასტრაფო ბრძანება სწორედ ამ სცენარში ჩნდება. ზელენსკიმ თავის თანამშრომლებს მოსთხოვა მეტი სისწრაფე საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონტრაქტებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში. მის გაღიზიანებას აშკარა მიზეზი აქვს. რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო და დრონები თავდასხმები უკრაინაზე. კიევს მეტი დაცვა სჭირდება ბალისტიკური თავდასხმებისგან. უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ იარაღს არ სთხოვს დასავლეთს. ის ზეწოლას ახდენს საკუთარ შიდა აპარატზე, რომ დრო არ დაკარგოს, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყოველგვარი დაგვიანება უკრაინულ ქალაქებში მეტი განადგურების საშუალებას იძლევა. აი აქ ამატება კიდევ ერთი თენა კრემლის დამცირებას. მაშინ როცა პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ის განსაზღვროს ომის ტემპს, ზელენსკი ლიდერად წარმოჩნდება. ლიდერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში შედეგებს ითხოვს. რა შენ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებს ურთყამს და ამასთან ერთად ემზადება, რომ G7-ის უსაფრთხოების დღის წესრიგის ცენტრალური სტუმარი იყოს. შეხვედრა ევიანში, საფრანგეთში, 15-დან 17 ივნისამდე, ადაგეგმილი. და მოსალოდნელია, რომ ზელენსკი საჰაერო თავდაცვას, მოსკოვზე ზეწოლასა და სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს დიდი ინდუსტრიული დემოკრატიების ლიდერებთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობა დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე პუტინი საერთაშორისო ფორუმებს იყენებდა ძალისა და გავლენის გასაყიდად. ეხლა კი დასავლეთის ბლოკის ყველაზე ძლიერ ლიდერებთან, მაგიდასთან ზელენსკი უნდა დაჯდეს. რუსეთი მთავარი წრის მიღმა დარჩა, ხოლო უკრაინა ევროპული უსაფრთხოების, იარავის, სანქციებისა და ომის მომავლის შესახებ საუბრის ცენტრში აღმოჩნდა. უკრაინისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შესაძლო გახსნა ამ სრულებას კიდევ უფრო ამყარებს. წყობითი ბლოკადებისა და დიპლომატიური შანტაჟის შემდეგ ბლოკის შიგნით კიევის მიმართ წინააღმდეგობამ დათმობა დაიწყო. უნგრეთი, რომელიც პროცესის ნაწილს აფერხებდა, ახლა უკან დახევაზე მიანიშნებს და ევროკავშირი პირველი მოლაპარაკებების ჯგუფის დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან მზადებას იწყებს. მოსკოვისთვის ეს უფრო პოლიტიკური დარტყმაა, რადგან ინვაზია, რომელიც კიევს რუსულ ორბიტაში დაბრუნებას უნდა ემსახურებოდა, საბოლოოდ უკრაინა კიდევ უფრო დასავლეთისკენ წაიყვანა. ბელარუსიც დაძაბულობის სურათს დაემატა.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვის ლოგიკით გაკეთებულ სიტყვაში რუსეთს ბელარუსსა და ნატოს შორის კონფლიქტის მაღალი ალბათობის შესახებ ისაუბრა. ეს განცხადება მიზნად ისახავს შიშის გაძლიერებას, მილიტარიზაციის გამართლებას და იმის ჩვენებას, რომ რუსულ ბლოკს ჯერ კიდევ ყავს მოკავშირეები, რომლებიც მზად არიან თამაშის გამკაცრებისთვის. მაგრამ ეს ეფექტი ასევე აჩვენებს დაუცველობას. თუ კრემლი მართლაც თავდაჯერებული და კომფორტული იქნებოდა, არ დასჭირდებოდა ყოველი სამხედრო შეხვედრის გლობალურ ომის გაფრთხილებად გადაქცევა. საწვავის კრიზისი რუსეთის რეგიონებში კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას. ბენზინგასამართ სადგურებზე შეზღუდვები, მომარაგების სირთულეები და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი თავდასხმები აჩვენებს, რომ ომი უკვე რუსების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პუტინი ახლა ერთდროულად კომუნიკაციისა და ომის პრობლემებს ეჯახება. თუ ის აღიარებს თავდასხმების სიმძიმეს, ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორია დაუცველია. თუ ყველაფერს ამცირებს, აღიზიანებს ნაციონალისტურ სექტორებს, რომლებიც უფრო მკაცრ პასუხს ითხოვენ. თუ საჰაერო თავდაცვას სიმბოლური ქალაქების დასაცავად გადაადგილებს, სხვა ტერიტორიებს დაუცველს ტოვებს, ყურადღებას ფრონტზე ამახვილებს და ეგუება იმას, რომ შიდა სტრუქტურებზე დარტყმები გაგრძელდება. ვლადიმირ ზელენსკიმ სწორედ ამ წინააღმდეგობაზე გაამახვილა ყურადღება. რუსულმა პროპაგანდამ სცადა სანქტ-პეტერბურგის ფორუმი ნორმალურობის მტკიცებულებად წარმოეჩინა. რეალობამ სხვა გზავნილი გააგზავნა. სტუმრები ბიზნესზე, სტაბილურობასა და მომავალზე სასაუბროდ ჩავიდნენ, მაშინ როცა ომი ქალაქის ცაზე გამოჩნდა. ეს კონტრასტი დამანგრეველია ვლადიმირ პუტინისთვის, რადგან შიგნით მიმართული მისი რიტორიკის საფუძველს, კონტროლის დაპირებას აზიანებს. რუსმა ლიდერმა თავისი იმიჯი იმაზე ააგო, რომ რუსეთს ქაოსისგან დაიცავდა. ეხლა ქაოსი ჩნდება იმ ვიტრინაში, რომელიც მან გამარჯვებულის პოზირებისთვის აირჩია. ვოლოდიმირ ზელენსკიც კარგად იცის, რომ დიდი შვიდეული მოთხოვნების წაყენების ასპარეზი იქნება. ის შეხვედრაზე მიდის მეტი საჰაერო თავდაცვის, მოსკოვზე მეტი ეკონომიკური ზეწოლისა და დახმარების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით. ბოლო დღეებში უკრაინამ მძიმე თავდასხმები გადაიტანა და უკრაინის პრეზიდენტი ამ მოვლენებს გამოიყენებს იმის დასანტკიცებლად, რომ ხოველი დაგვიანებით მიწოდებული თავდაცვის სისტემა სიცოცხლეებს ართმევს და ინფრასტრუქტურას ანადგურებს. სხვაობა ისაა, რომ ის შეხვედრაზე პოლიტიკური უპირატესობით მიდის. მოსკოვს ეკონომიკური სცენა სურდა. კიევმა სამხედრო დემონსტრაცია აჩვენა. პუტინს სურდა სტუმრების ჩვენება. ზელენსკიმ კი თავისი გავლენა აჩვენა. კრემლს დღის სურათის კონტროლი უნდოდა, მაგრამ სურათი მის ნაცვლად ყვავმა აკონტროლა. შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება შეჯიბრი საჰაერო თავდაცვაში, შორმანძილზე მოქმედ დრონებში და ინფრასტრუქტურის დაცვაში. რუსეთი როგორც წესი აძლიერებს სტრატეგიულ წერტილებს პორტებთან, ბაზებთან და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს. უკრაინა კი როგორც ჩანს იმეორებს ამ მეთოდს ომისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე. დიპლომატიურ ასპარეზზე ზელენსკი შეეცდება, რომ რუსეთის დამცირება არგუმენტად გამოიყენოს G7-ში და ევროკავშირში გადაწყვეტილებების დასაჩქარებლად. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.